მშვიდობისა. ჩვენ საუბრობთ ადამიანზე. უკვე 17 წელზე მეტია ყოველდღიურად სწორედ ამ სიტყვებით გესალმებით და 30 წელზე მეტია თქვენს ოჯახებში სტუმრად მოვდივარ იმისთვის, რომ ადამიანზე ვისაუბროთ. თუმცა დღეს პირველად აღმოვაჩინე, რომ არ ვიცი როგორ დავიწყო თქვენთან საუბარი. არ ვიცი რა უთხრა საქართველოს, რომელსაც თავისი ქვეყნის უსაზღვროდ მოსიყვარულე და ძალიან საყვარელი პატრიარქი აღარ ჰყავს. არ ვიცი რა უთხრა საზოგადოებას, რომლის სულიერი ჯანმრთელობა უკანასკნელი 9 საუკუნის განმავლობაში პატრიარქთან იყო გაიგივებული. მის უწმინდესობასთან დაკავშირებული პირადი ისტორია მეც მაქვს, როგორც ადამიანს და როგორც ექიმს. თუმცა დღეს ამის შესახებ არაფერს გეტყვით. აუცილებლად დაუბრუნდები ამ თემას, მაგრამ დღეს ჩვენი ყოველდღიური სათქმელი იქნება ის, რაც მთავარი საზრუნავია. ის, რაც ყველაზე დიდი ღირებულებაა ნებისმიერ საზოგადოებაში და ის, რისი გაფრთხილებაც ყველაზე კარგად გვასწავლა პატრიარქმა. ეს გახლავთ ადამიანი, სიცოცხლე და სიყვარული. მაინც ვინ არის ადამიანი? ეს არის მთავარი კითხვა, რომელიც კაცობრიობას მთელი ისტორიის მანძილზე პასუხგაუცემელი დარჩა. დარჩა იმიტომ, რომ ადამიანი არ არის ერთი განზომილება. ადამიანი არ არის მარტო სხეული, ადამიანი გაცილებით აღმატებულია ვიდრე სხეული და ძალიან ხშირად კითხვაზე ვინ ვართ ჩვენ, ცალსახა პასუხის მოძებნა ძალიან რთულია. თუმცა მიუხედავად ყველაფრისა, მეცნიერება ცდილობს მოძებნოს გასაღები ამ საკითხის უკეთ გასარკვევად და თავად ადამიანი ცდილობს საკუთარი თავი უკეთ დაინახოს და შეიცნოს. სწორედ მეცნიერებას აქვს პასუხი გარკვეულ წახნაგებთან დაკავშირებით, რომ ადამიანის საფუძველი არის ის საოცარი მოლეკულა, რომელსაც დნმ ჰქვია. ეს მეცნიერებაა და მეცნიერება ამბობს, რომ თითოეული ადამიანი ეს არის 46 ქრომოსომა, ანუ 23 წყვილი. 23 წყვილი, რომელიც ყველა ადამიანში არის სწორედ ამ კანონზომიერებით გადანაწილებული. მაგრამ ხდება რაღაც მიზეზთა გამო, როდესაც 21 წვილში ჩნდება მესამე ქრომოსომა და ამას ტრისომია ჰქვია. 21 ტრისომია, შესაბამისად ყოველი წლის 21 მარტს, ანუ ყოველი წლის მესამე თვის 21 დღეს მსოფლიო ამ პრობლემაზე ხმამაღლა საუბრობს მდგომარეობაზე, რომელსაც დაუნის სინდრომი ჰქვია და რომელიც ჩვენი გადაცემის ისტორიის განუყოფელი ნაწილია. კიდევ უფრო მნიშვნელოვანია იმის გახსენება, რა არის ყოველწლიურად სათქმელი. სათქმელი ბევრია. ადამიანებს ერთმანეთის გარეშე არსებობა არ შეგვიძლია და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია ურთიერთთანადგომა, ურთიერთმხარდაჭერა, ურთიერთგატანა, ურთიერთსიყვარული, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც პრობლემათა ტვირთი ერთად უნდა ვატაროთ და დღევანდელი სათქმელი, დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით სწორედ ასე ჟღერს, როდესაც ყველანი უნდა გავერთიანდნენ მარტოობის წინააღმდეგ. დიახ, ეს მარტოობა, რა თქმა უნდა, ადამიანისათვის ნაცნობი განცდაა, მაგრამ კიდევ უფრო მტკივნეულია მარტოობა, როდესაც ტვირთი დიდია და მარტომ უნდა ზიდო. არადა ურთიერთმხარდაჭერით ჩვენ შეგვიძლია ფიზიკური, მენტალური, სოციალური კეთილდღეობის, ანუ ჩვენი ჯანმრთელობის უზრუნველყოფა და იმის გაზიარება, თუ რატომ შეიძლება ჩვენი განსხვავების მიუხედავად ჩვენ გვიყვარდეს ერთმანეთი. სწორედ აი ამ ტრადიციის ნაწილია ის ხე, რომელიც მუდამ არის ჩვენ სტუდიაში ამ თარიღთან დაკავშირებით. ხე, რომელიც ერთგვარი სიმბოლოა, ისტორიის გამაერთიანებელი, ადამიანური ისტორიების თავშეყრის ადგილი, იმ ოჯახების თავგადასავალი, რომელთაც რთული გზა გაიარეს და ამ გზას კიდევ დიდხანს უნდა გაუყნენ. ოღონდ არა მარტო. დღევანდელი თარიღი არის შეხსენება იმისა, რომ ადამიანები არ უნდა ვიყოთ მარტო მაშინ, როდესაც განსაცდელია და როდესაც ერთმანეთი ძალიან გვჭირდება. და ამიტომ ამ ხის მორთვის ტრადიცია არის ჩვენი დამოუკიდებულების ნაწილი. არა თარიღის მიმართ, არამედ ერთმანეთისა და ზოგადად ადამიანის მიმართ.
ამ ხეზე აკინძული ყოველი ისტორია განსაკუთრებით ძვირფასია ჩვენთვის. იმიტომ რომ ეს არის ადამიანური თავგადასავალი. განსაკუთრებული თავგადასავალი, რომლის მიღმაც ჩვენ კითხულობთ ხოლმე შვილების, მშობლების, ოჯახების, საზოგადოების ისტორიას. გზას, რომელიც გამოიარა ჩვენმა გადაცემამ, გამოიარა ამ რუბრიკამ და მათ შორის გამოიარა ამ თემამ, ჩვენი გადაცემის სხვადასხვა სეზონზე. და მე უამრავი ფაქტი მახსენდება, უამრავი თავგადასავალი მახსენდება, რომელთა შორის ერთი გამორჩეული იყო, თუნდაც იმიტომ, რომ საბამ ძალიან მოინდომა. საბამ ცეკვის ილეთები შეისწავლა. ძალიან დიდი სიყვარულით სწავლობდა ცეკვას, იმისთვის რომ შემდეგ ჩამოსულიყო ჩვენთან სტუდიაში და ერთად შეგვესრულებინა ეს ცეკვა. ეს იყო განსაკუთრებული ეპიზოდი. განსაკუთრებული განცდა და ემოცია, რომელიც არასდროს დამავიწყდება, მაგრამ მე ყველაზე მეტად მაქვს იმის იმედი, რომ არც საბას დაავიწყდება. და საბას შეუცვლის საკუთარ შესაძლებლობებზე წარმოდგენას. საბა უფრო თავდაჯერებულად იცეკვებს ყველა შემდეგ ცეკვას, რომელსაც ისწავლის და მე აუცილებლად მაქვს იმედი, რომ ჩვენ კიდევ შევხვდებით მას ჩვენს გადაცემაში, თუმცა ახლა მინდა გაგახსენოთ, რომ საბა არის იმ დიდი გალერეის ნაწილი, რომელსაც თქვენ სხვადასხვა წელს ათვალიერებთ ხოლმე. და წლების მანძილზე თავმოყრილმა ისტორიებმა რა თქმა უნდა, შეუძლებელია ერთ გადაცემაში დაიტიოს. ანუ ერთი გადაცემა ვერ დაიტევს ამდენ ისტორიას, მაგრამ მე მაინც გავბედავ და ერთი კონკრეტული კოლაჟით გაგახსენებთ ამ გზას. ლი, გადაგიღე ბაბა და გაიცინე. მიდი. მიყვარს, როდესაც სამივენი ერთად ვართ, მე და ჩემი შვილები და სამივენი ვართ ძალიან ბედნიერები და ყოველი ჩვენი ერთად გატარებული დრო არის ძალიან ნაყოფიერი. უზარმაზარი ლექსიკა აღმოვაჩინე, რომ აქვს, რომ გონია, რომ ყურადღებას არ აქცევს, აბსოლუტურად ყველაფერს იმახსოვრებს. იმ დღეს გამაფრთხილა, რომ აქ დენის წყაროაო. წერა როცა დაიწყო, ფურცლები რო აღარ იყო და კედლებზე რო გადავიდა. ლილი არის მამიკოს ფანი. მამიკო უყვარს ძალიან. მაგრამ როდესაც ავათარი ხოლმე, ხოლმე და უნდა მაშინ. მე ავათვა და ციცხვაკ. როგორც გითხარით, დღევანდელი ჩვენი გადაცემა აგებულია ტრადიციაზე. ერთი მხრივ ტრადიციულია, როდესაც ჩვენ კალენდრის შესაბამისად კონკრეტულ თარიღებს აღნიშნავთ. თუმცა მეორე მხრივ ყველაზე მნიშვნელოვანი არის ამ გადაცემისათვის ტრადიციული ურთიერთობები, მათ შორის პროფესიული ურთიერთობები და რასაკვირველია დღევანდელი ჩვენი გადაცემა ამ ტრადიციის გაგრძელებას გულისხმობს. ტრადიციისა, როდესაც ამ თარიღთან დაკავშირებით აუცილებლად ჩვენი გადაცემის სტუმარი არის პედიატრი ქალბატონი ნანა რურუა. დილამშვიდობისა ქალბატონი. დილამშვიდობისა ქალბატონი მარი. განსაკუთრებულია ეს თარიღი თქვენთვის. რასაკვირველია ბავშვის ჯანმრთელობასთან დაკავშირებით ყველა თარიღი მნიშვნელოვანია თქვენთვის, მაგრამ თქვენ ეს გზა ამ ბავშვებთან, ამ ოჯახებთან ერთად გამოიარეთ წლების მანძილზე. უფრო მეტიც თქვენ იმ დოკუმენტების შექმნაში მონაწილეობდით, რომელმაც განსაზღვრა ამ პრობლემასთან დამოკიდებულება და პრობლემის მართვის შესაძლებლობა. მე პროტოკოლი მაქვს მხედველობაში. თუმცა გაიდლაინის თემას ჩვენ მოგვიანებით დაუბრუნდებით. რატომ არის მნიშვნელოვანი, რომ ამ თარიღს ჩვენ კლავაც და კლავაც აღნიშნავთ და რატომ დადგა დღის წესრიგში თემა, რომელიც წელს ცოტა უჩვეულოდ ჟღერს, როდესაც ამ თარიღთან დაკავშირებით ცნობადობის ამაღლებასთან ერთად ითქვა მთავარი სათქმელი, ერთად მარტოობის დასაძლევად, ან გავერთიანდეთ მარტოობის დასაძლევად. ის რომ ერთად უნდა ვიყოთ, ის რომ უნდა გავერთიანდეთ, ამაში გასაკვირი და არც ახალია რამე.
თუმცა მარტოობის დასაძლევად რატომ გახდა საჭირო აი ამ სიტყვათა შეთანხმების გამოყოფა ამ თარიღთან დაკავშირებით? მოდით კიდევ ერთხელ შევეხოთ ამ საკითხს. დიდი მადლობა ამ შესაძლებლობისთვის, რომ ყოველ წელს გვეძლევა საშუალება, რომ ამ თემას შევეხოთ და ძალიან მნიშვნელოვანია ინფორმირებულობა ესეთ თემებთან დაკავშირებით, ხო? და მნიშვნელოვანია ბევრი თვალსაზრისით არის მნიშვნელოვანი. მნიშვნელოვანია ცოდნის გავრცელების თვალსაზრისით. მნიშვნელოვანია იმ თვალსაზრისით, რომ უფრო დაშორებულ ადგილებს, რეგიონებს მაგალითად მივაწოდოთ ინფორმაცია, როგორ უნდა მოხდეს მართვა დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ჩემი აზრით არის ზუსტად იმ სტიგმის დაძლევა, რომელიც არსებობს ზოგადად განსხვავებული ადამიანების მიმართ. ყველა საზოგადოებაში არსებობს. უბრალოდ რაც უფრო შემდგარია საზოგადოება, ეს სტიგმატიზაცია განსხვავებულის არის უფრო ნაკლები. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია ესეთი თარიღების აღნიშვნა ამ სტიგმატიზაციის დაძლევაში და ვფიქრობ, რომ სწორედ მარტოობაც უკავშირდება ამას, რომ მაინც არსებობს ჩვენ საზოგადოებაში სტიგმა და მაინც არის ბევრი საუბარი ამაზე საჭირო. მარტოობა ყოველთვის მოაქვს იმას, რომ სოციუმი მეტნაკლებად მაინც არ იღებს. განსაკუთრებით ეს ეხება ალბათ რეგიონებს. შეიძლება არც ეხება ოღონდ. უფრო მეტი სტერეოტიპია დაკავშირებული, რაც ქმნის განცდას არა მარტო ბავშვისთვის ქმნის და მოზრდილისთვის, ვისაც აქვს დაუნის სინდრომი, არამედ მათი მშობლებისთვის, მათი გარშემომყოფებისთვის, მათი ოჯახებისთვის, ნათესავებისთვის ქმნის მაინც ჩემი აზრით სტიგმატიზაცია არის პირდაპირ კავშირში მარტოობასთან. და მეორე, არანაკლებ მნიშვნელოვანი. დღეისათვის ცოდნის მოპოვება უკვე შესაძლებელია. მათ შორის ესეთი ოჯახებისთვის ცოდნის მოპოვება და მე ვფიქრობ, რომ ხელმისაწვდომობა ასევე არის მნიშვნელოვანი, რაც ჭირდებათ მათი საჭიროებების ხელმისაწვდომობის ნაკლებობა ასევე შესაძლებელია ჩემი აზრით განვიხილოთ მათი მარტოობის წყაროთ. ხომ რომ იცი რომ რაღაცა არის გასაკეთებელი, თუნდაც შენი შვილისთვის და ამისი ხელმისაწვდომობა არ არსებობს, ეს ქმნის მარტოობის განცდას, გარიყულობის განცდას საზოგადოებაში და ვფიქრობ, რომ ეს სლოგანი არის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი. როდესაც ჩვენ ყოველწლიურად ხვდებით ერთმანეთს, ჩვენ ყოველთვის ვცდილობთ ერთი მხრივ საზოგადოებას ვთხოვოთ, რომ მეტი ყურადღებით მოეკიდოს ინფორმაციას. და თქვენ რამდენჯერმე ახსენეთ სიტყვა ცოდნა. დიახ, ცოდნას პრობლემის შესახებ, რომელიც განსხვავებულობის მიმართ ჩვენს დამოკიდებულებას შეცვლის, თუნდაც ამ სინდრომის შემთხვევაში. მაგრამ წლიდან წლამდე მე მაინც მგონია, რომ იცვლება სიტუაცია, იმიტომ რომ ახსენდება რა ხდებოდა 2008 წელს, 9 წელს, 10 წელს, პირველად როდესაც ამ თემებზე საუბარი საჯაროდ დაიწყეს ოჯახებმა, საზოგადოების მიმღებლობა ერთნაირი არ იყო და დამოკიდებულება, რომელიც ახლა უფრო ხშირად კეთილგანწყობით ახსავსია, მაშინ ასეთი ადვილად მისაღწევი ეს კეთილგანწყობა არ იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ჩვენ ვლაპარაკობდით ყოველთვის ერთ მთავარ საკითხზე. არ არის საჭირო ყოველ წელს დავუბრუნდეთ და ავხსნათ რა არის დაუნის სინდრომი, მაგრამ აუცილებელია ვთქვათ, იცვლება თუ არა მართვის შესაძლებლობა ამ სინდრომთან დაკავშირებით. დღეს მედიცინამ იცის იმაზე მეტი, ვიდრე იცოდა რამდენიმე წლის წინ. რა თქმა უნდა, მედიცინა ძალიან სწრაფად ვითარდება ზოგადად, ჩემი აზრით, 21 საუკუნეში განსაკუთრებით სწრაფად ბევრი მიმართულებით. მათ შორის იცვლება ყველაფერი და იცვლება ცოდნა დაუნის სინდრომის შესახებაც. ეს ეხება როგორც სკრინინგს ორსულობის დროს და იცვლება დიაგნოსტიკის საშუალებები და უფრო მაღალი პროცენტით შეგვიძლია განსაზღვროთ წინასწარ ვიცოდეთ, რომ იბადება ბავშვი დაუნის სინდრომით და ეს მნიშვნელოვანია და ბევრი ოჯახისთვის არის მნიშვნელოვანი და მეორე იცვლება შესაძლებლობა, რომ უკეთ ვმართოთ დაუნის სინდრომის მქონე ადამიანების სამედიცინო პრობლემები. არა მარტო სამედიცინო, მაგრამ მათ შორის სამედიცინო პრობლემებიც.
შესაბამისად, ცოდნის განახლება ყოველთვის არის მნიშვნელოვანი. ყველა მიმართულებით ჩემი აზრით, მაგრამ რადგან დღეს მათი დღეა და მათზე ვსაუბრობთ, ამ მიმართულებითაც ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ხდებოდეს მუდმივად ცოდნის განახლება. იმიტომ რომ სამედიცინო ცოდნის დახვეწა არის ძალიან მნიშვნელოვანი, ჩვენ ამაზე ბევრჯერ გვისაუბრია, ძალიან მნიშვნელოვანია მათი სიცოცხლის გახანგრძლივების საქმეში და ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებაში. ხო, ორივე მიმართულებით ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ცოდნა უნდა ახლდებოდეს. მაგაში აბსოლუტურად გეთანხმებით, რომ შედარება არ არის სად ვიყავით და სად ვართ ეხლა ამ სინდრომის ამოცნობაში, მართვაში, სტერეოტიპების რღვევაში, მათ მიმართ დამოკიდებულებაში ძალიან მნიშვნელოვნად წინ გადადგმული ნაბიჯებია ბევრი, თუმცა რა თქმა უნდა წინ კიდევ ბევრი რამე არის გასაკეთებელი ჩემი აზრით. ბევრი მიმართულებით არის საქმე საკეთებელი, მათ შორის სამედიცინო მართვის თვალსაზრისითაც. ძალიან ხშირად როდესაც ლაპარაკია ადრეულ დიაგნოსტიკაზე, ეჭვის თვალით უყურებს საზოგადოება ინფორმაციას, რამდენად სანდო შეიძლება იყოს მუცლადყოფნის პერიოდში ბავშვის შეფასება და ეჭვის მიტანა ამ სინდრომზე. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც ფართო საზოგადოებისთვის ცნობილი ხდება შემთხვევები წინასწარი დიაგნოზისა და რეალური ფაქტის შეუსაბამობასთან დაკავშირებით. აი ასეთ დროს გადაწყვეტილების მიმღები ვინ არის, ქალბატონო ანა? მოდით კიდევ ერთხელ უთხრათ საზოგადოებას. როდესაც ექიმი კონკრეტული კვლევის საფუძველზე სავარაუდო დიაგნოზზე მიანიშნებს, ექიმი ამავე დროს განსაზღვრავს მშობლის გადაწყვეტილებას თუ გადაწყვეტილებას მშობელი იღებს და განსაზღვრავს შვილის ბედსაც. ხო, ძალიან კარგი აქცენტია ქალბატონო მარი. ამ მიმართულებით ჩვენ არასოდეს არ გვისაუბრია და ვფიქრობ, რომ ეს ძალიან საინტერესოა. ცხადია, გადაწყვეტილებას იღებს ოჯახი. არა ერთი მშობელი რომელიმე, არამედ ოჯახი, წყვილი. ჩემი აზრით, ოღონდ ძალიან მთავარია, ძალიან საინტერესო აქცენტი დასვით, ძალიან მთავარია ექიმი როგორ აწვდის ამ ინფორმაციას. და თქვენ ჩემზე უკეთ იცით, რომ ინფორმაციის მიწოდება, მათ შორის ნებისმიერი ინფორმაციის მიწოდება პაციენტისთვის მოითხოვს თავის ტაქტის დაცვას, წესების დაცვას და ცხადია არც ერთ შემთხვევაში არ გულისხმობს, რომ ექიმი უნდა კარნახობდეს რაიმენაირ გადაწყვეტილებას, ხო? მან ცალკე საკითხია, რომ უნდა ეთიკურად იყოს ეს მიწოდებული ექიმის მხრიდან პოზიტიური ნაწილის დანახვებით, ან სრული ინფორმაციით და არც ერთ შემთხვევაში მიკერძოებულად არ შეიძლება, რომ ექიმი აწვდიდეს. ეს ჩემი აზრია და არა მარტო ჩემი. ინფორმაციას ამ მხრივ გვაქვს ჩვენ პრობლემები, ვიცით მეც და თქვენც. ექიმის საქმე ყოველთვის არის მიწოდება ინფორმაციის სრულად, მაქსიმალურად ნეიტრალურად და ჩემი აზრით პოზიტიური ნაწილის გათვალისწინებითაც. ამის შემდეგ გადაწყვეტილებას ცხადია იღებს წყვილი, ანუ ოჯახი. როდესაც ჩვენ საუბრობთ ხოლმე პასუხისმგებლობებზე, აი ეს ინფორმაცია განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ თუ ლაპარაკია განსხვავებულობის მიმართ სწორ დამოკიდებულებაზე, ეთიკურ დამოკიდებულებაზე, მაშინ პასუხისმგებლობის გაცნობიერება ყველა რგოლისთვის მნიშვნელოვანია. ჩვენ ამაში დარწმუნებულები ვართ. განსაკუთრებით მაშინ, როდესაც საუბრობთ მაგალითად მშობლების ჩართულობაზე. შეცვალა თუ არა დაუნის სინდრომის მიმართ დამოკიდებულება ზოგადად მთელ მსოფლიოში და განსაკუთრებით საქართველოში მშობლების აქტიურმა ჩართულობამ, იმიტომ რომ ჩვენ თვლით, რომ ეს მშობლები არიან პრაქტიკულად ჩვენი გადაცემის ოჯახის წევრები. ძალიან დიდი გზა გამოვიარეთ ერთად და ვიცით მათი თავგადასავლები. რამდენად მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს მშობლებმა? ძალიან მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს. შესაძლებელია და ვფიქრობ უფრო მეტიც კი, ვიდრე სამედიცინო საზოგადოება. ხო, ცუდად არ მინდა რომ ეს გამოვიდეს, მაგრამ ამ კონკრეტულ შემთხვევაში მშობლების ჩართულობა, მშობლების როლი და მათი აქტიურობა იყო აბსოლუტურად წამყვანი ამ სტერეოტიპის დარღვევაშიც, სამედიცინო ცოდნის მოძიებაშიც, გავრცელებაშიც, იმაშიც, რომ პირველ რიგში სტერეოტიპის დარღვევა ნიშნავს, რომ თვითონ არ ამბობდნენ უარს თავიანთ შვილებზე, მათი შვილების
საზოგადოებასთან წარდგენაზე. ეს არის პირველი სტერეოტიპის საჭიროებებზე, როდესაც ხმამღლა დაიწყებს. კი, არა მარტო მათ საჭიროებებზე, შეცდომებზე, რომელიც იქამდე იყო, მაგრამ კონკრეტულად აქ ორი ნაწილი იყო. ერთი, სამედიცინო მართვა, რომლის დანერგვაში ძალიან დიდი როლი მიუძღვით და მეორე, სტერეოტიპების დარღვევა. სტერეოტიპი ხო იქიდან იწყება, როცა თვითონ ოჯახი ამბობს უარს საკუთარი შვილის, როგორც ესეთის, როგორიც არის ადამიანი, ისეთის წარდგენაზე საზოგადოების მიმართ. ხო, ამიტომ მათ შეცვალეს ეს სტერეოტიპი. მათ გამოიყვანეს თავიანთი შვილები და თქვეს, დიახ, ესენი არიან ესეთები, როგორებიც არიან, ისინი არიან ჩვენი შვილები და ჩვენ ისინი გვიყვარს. და ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მათი ცხოვრება იყოს უკეთესი. და მათ ეს გააკეთეს, ბევრი რამ გააკეთეს, რა თქმა უნდა. ეს წამყვანი მნიშვნელობის იყო ამ თემისთვის. მე ესე ვფიქრობ და ნამდვილად ესე იყო. და მას მერე, რა თქმა უნდა, აიძულეს საზოგადოება, აიძულეს ექიმები, აიძულეს ყველა ბევრი ნაწილი საზოგადოების, რომ მათ შორის გადაწყვეტილების მიმღები ნაწილიც აიძულეს, რომ ბევრი რამე გაკეთებული იყო მათი განსხვავებული შვილების უკეთესი მომავლისთვის. უკეთესი მომავალი მოიცავდა სამედიცინო მეთვალყურეობასაც, ადრეული განვითარების პროგრამებსაც, გაიდლაინებსაც, პროტოკოლებსაც, ამცოდნის გავრცელებასაც. კი, მათ წამყვანი როლი ჰქონდათ ამ საქმეში. მე ვისარგებლებ შემთხვევით და გკითხავთ, მე ვიცი რომ ძალიან ბევრ მშობელს აღელვებს ეს საკითხი და მე ამ შემთხვევაში მათი სახელით ვცვამ ამ კითხვას. მათ აღელვებთ გაიდლაინის საკითხი, რომელიც ჯერ კიდევ შაშან იყო პროცესში, ჩვენ ამაზე ვისაუბრეთ. არის ამოქმედებული ეს გაიდლაინი? ეს გაიდლაინი სამწუხაროდ ამოქმედებული არ არის. მე რამდენადაც ვიცი, საბჭოს დამტკიცებული აქვს გაიდლაინი, თუმცა ჯერჯერობით რაღაცა იურიდიული შეფერხებების გამო ეს არ არის თანამედროვე, ანუ მიმდინარე გაიდლაინი, ჯერჯერობით არ არის ხელმისაწვდომი ფართო საზოგადოებისთვის, გულისხმობ სამედიცინო საზოგადოებისთვის, რომელსაც მარტივად ქართულ ენაზე შეუძლია რომ სიახლეები გაიგოს დაუნის სინდრომის მქონე არა მარტო ბავშვების, არამედ უკვე მოზრდილების სამედიცინო მართვასთან დაკავშირებით და ეს ვფიქრობ, რომ ძალიან მნიშვნელოვანია და მეც როგორც ამ თემის ასევე შემადგენელი ნაწილი, მადლობა მინდა გითხრათ ამ თემის აქტუალიზაციისთვის, იმიტომ რომ ვფიქრობ, რომ თანამედროვე ცოდნა და ამ ცოდნის ხელმისაწვდომობა არის ძალიან მნიშვნელოვანი ექიმებისთვის. ვიდრე დავასრულებთ საუბარს, თქვენ ზრდასრულები ახსენეთ, ეს არის ის თემა, რომელიც ყველაზე ნაკლებად არის ხოლმე განხილული ფართო საზოგადოებაში. ის რომ ბავშვები განსაკუთრებული სითბოთი და სიყვარულით გამოირჩევიან, ეს მე მგონი საზოგადოების ყველა ნაწილმა იგრძნო, რომ ეს არის ის ნაწილი მშობლების და შვილების ერთობის, სადაც მამოძრავებელი საზოგადოებასთან ურთიერთობაში არის სიყვარული. მათ შეუძლიათ გასცენ სიყვარული, ისინი გასცემენ სიყვარულს და საზოგადოებას სხვა არაფერი დარჩენია თუ არა დაუბრუნოს მათ ასევე სიყვარულით. თუმცა ზრდასრული ადამიანების შემთხვევაში პრობლემა კიდევ უფრო მნიშვნელოვანია, იმიტომ რომ აქ აქტუალური ხდება მათი ადაპტაცია, მათი ინტეგრაცია, სოციალიზაცია, ფუნქციის განსაზღვრა, საზოგადოების მხრიდან მეტი მიმღებლობა. ერთია ჩვენ დამოკიდებულება ბავშვების მიმართ და მეორეა ჩვენ დამოკიდებულება ზრდასრულების მიმართ. ერთი მთავარი პრობლემა, რომელიც შეიძლება გამოყოთ ასეთ შემთხვევაში და მათ შორის სამედიცინო თვალსაზრისით, რაც უნდა გაითვალისწინოს ფართო საზოგადოებამ. დღეს ჩვენ საზოგადოებისთვის საუბრობთ, იმიტომ რომ მშობლებმაც და ექიმებმაც თქვენ ვინც მუშაობთ ამ საკითხზე ძალიან კარგად იცით. იცით რა, თუ ერთი მთავარი საკითხი ალბათ არის ინტეგრაცია საზოგადოებაში. ინტეგრაცია სამედიცინო მართვა მეტნაკლებად ხელმისაწვდომია, მეტნაკლებად, თუმცა ამ მხრივ ამ ბოლო დროს მაინც არის პრობლემები, განსაკუთრებით რეგიონებში, ბავშვებშიც და მოზრდილებშიც. პირველი იმიტომ რომ ცოდნის ნაკლებობა მაინც ჯერ კიდევ იგრძნობა და მეორე ხელმისაწვდომობა ისევ არის პრობლემა. განსაკუთრებით ჩვენ შეჩვეული ვართ, რომ მაინც ძირითადად თბილისს ვუყურებთ, მაგრამ უფრო უარესი სიტუაცია რეგიონებში. მაგალითად მინიმალური კვლევაც კი ხანდახან ფარისებურის კვლევას გულისხმობ და გულის ეხოსკენირებას გულისხმობ, რომელსაც პრინციპული მნიშვნელობა აქვს სიცოცხლის გადარჩენისთვის დაუნის სინდრომის მქონე ბავშვების და ზრდასრულების შემთხვევაში. ესეც კი ან არ ვიცით რეგიონებში, ან ხელმისაწვდომობა არ არის. ეს ყველა
ასაკის დაუნის სინდრომის მქონე ხალხს ეხება და ზრდასრულებისთვის ვფიქრობ, რომ ინტეგრაცია მათი საზოგადოებაში ჯერ კიდევ არის სერიოზული პრობლემა. გარდა იმისა, რომ სამედიცინო მართვის პრობლემებიც ასევე არსებობს და ისევ იქ მივდივართ, რომ თუნდაც ჩვენ რაც შეგვიძლია გავაკეთოთ, რომ ქართულ ენაზე იყოს პროტოკოლი, რომელშიც ზრდასრულების მართვა არის გათვალისწინებული, მათი სპეციფიკის გათვალისწინებით, ბავშვებისგან განსხვავებით ზრდასრულებში კიდევ არის დეტალები, რომელიც გასათვალისწინებელია ზრდასრულების მათი ჯანმრთელობის მეთვალყურებისთვის აქცენტები ცოტა სხვანაირად ისმება, ვიდრე ბავშვებთან დაკავშირებით. ამიტომ ვფიქრობ, რომ ცოდნის თვალსაზრისითაც ძალიან მნიშვნელოვანია და მეორე საზოგადოებაში ინტეგრირება მათი არის ძალიან მნიშვნელოვანი. ქალბატონო ნანა, ძალიან დიდი მადლობა, რომ ამდენი წელია ჩვენთან მეგობრობთ და თანამშრომლობთ. მადლობა, რომ ყველაზე რთულ სიტუაციაშიც კი, მაშინაც კი, როდესაც პრაქტიკულად ამ ტიპის გადაცემების ეთერში გასვლა თითქოს არ იყო აქტუალური იგივე პანდემიის დროს და ასე შემდეგ თითქოს ბევრისთვის ეს არ იყო თითქოს პირველხარისხოვანი, ჩვენ თვლიდით, რომ ეს ყოველთვის პირველხარისხოვანია და ჩვენ ყოველთვის უწყვეტად ვუბრუნდებოდით ამ თემას და თქვენ არასოდეს გამოგიტოვებიათ ეთერი, ყოველთვის წლების მანძილზე ერთგულად მოდიხართ და იღებთ მონაწილეობას. უფრო მეტიც, მე კიდევ ერთხელ გავიმეორებ, თქვენ მონაწილეობდით ყველა იმ დოკუმენტის შექმნაში, რომელიც ამ დიაგნოზის მქონე ადამიანების, ამ სინდრომის მქონე ადამიანების უკეთესი ცხოვრებისთვის, ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებისთვის შეიძლება იყოს გადამწყვეტი და მე იმეც ვიტოვებ, რომ გაიდლაინი, რომელზედაც თქვენ ახლა საუბრობდით, სულ მოკლე ხანში ამოქმედდება როგორც ბავშვების, ასევე მათი ოჯახების და სამედიცინო საზოგადოებისათვის ინტერესიდან გამომდინარე. მე ვისარგებლებ შემთხვევით, ძალიან დიდი მადლობა კიდევ ერთხელ. მაყურებელს მინდა გავახსენო, რომ დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმარი გახლდათ ადამიანი და ექიმი, რომელსაც თქვენ ძალიან კარგად იცნობთ და რომელიც დაუზარებლად ამ თარიღთან დაკავშირებით ყოველთვის მოდის ჩვენს გადაცემაში. მაგრამ არა უბრალოდ გადაცემაში მოდის. ის ყოველდღიურად მუშაობს ამ ბავშვებთან ერთად და მათი ყველანაირი პრობლემა იცის, მათ შორის იცის მათი მშობლების პრობლემა და მათი განვითარების ეტაპების შესაბამისად მოსალოდნელი პრობლემები. ამიტომ მნიშვნელოვანია სწორედ ქალბატონი ნანას და მისი კოლეგების მოსმენა იმისთვის, რომ საზოგადოება იყოს უფრო ფხიზელი და საზოგადოება იყოს უფრო მზად, გაითვალისწინოს განსხვავებული ადამიანების საჭიროებები. მე მინდა ახლა ვიდრე სიუჟეტის შესახებ მოგიყვებით, გაგახსენოთ კადრები, რომელიც ერთ არაჩვეულებრივ ბიჭუნას გაგვახსენებს. ბიჭუნას, რომელიც საახალწლოდ ჩვენთან გადაცემაში მოვიდა. აი ეს ბიჭუნა, სახელად მათე, რომელიც დღეს განსაკუთრებული როლით მინდა გავითვალისწინო და გაგახსენოთ, საახალწლო გადაცემაში სიმღერის შესასრულებლად მოვიდა. მოვიდა ჩვენს გადაცემაში იმისათვის, რომ თავისი სიმღერით ყველასათვის მიელოცა დამდეგი ახალი წელი. და კიდევ ერთხელ გითხრა, რომ ჩვენ ყველანი ერთად ვართ და განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენს ერთად ყოფნას, იმიტომ რომ სტიგმა დავძლიოთ და შესაბამისად დავძლიოთ მარტოობა. და გაგახსენებთ განსაკუთრებულ რუბრიკას, რომელსაც ოჯახი ჰქვია და დღეს ოჯახი მშობლის დღიურსაც აერთიანებს, ქრისტი შანავას მორიგი სიუჟეტი ამ ციკლიდან. მრავალშვილიანობა არის ძალიან დიდი ბედნიერება და ყოველი მომდევნო შვილი კიდევ მეტად ბედნიერს ხდის ადამიანს, მაგრამ ვფიქრობ, რომ დედა უნდა იყოს ძლიერი, ყოჩაღი და სწორად ანაწილებდეს დროს ყველა შვილისთვის. ჩამეუღლებ რომ მითხრა რომ ბავშვს ველოდებით, მეთქი უკვე ვალადეთ და გაჩნდა გოგო. მე ჩემთვის მნიშვნელობა არ ქონდა ხა გოგო იქნებოდა თუ ბიჭი პირველი შვილი. ვფიქრობ, რომ ყოველი მომდევნო შვილი გაძლევს იმის ძალას, რომ გაზარდო, აღზარდო და არაფერს არ შეგეშინდეს. პირველივე დღიდან მივხვდი, რომ უკვე მამა რო ხარ, პასუხისმგებლობა და სხვანაირი ცხოვრების გადაკეთება გიწევს ადამიანს. მე ზუსტად ვიცი, რომ გოგონებს ერთმანეთი რო ყავთ, მათ არაფერი არ გაუჭირდებათ დედამიწაზე. მე ვარ ეთერ ბაცგარაძე, 40 წლის. ვარ მარიამის, ანას, ნინის და ალექსანდრას დედა. 20 წლის როგორც კი გავხდი, მარიამი დაიბადა და
ვფიქრობ, რომ დღემდე ერთად ვიზრდებით. ხანდახან მგონია, რომ ჩემი შვილი არ არის და უფრო ჩემი და არის. მეორე შვილი როგორც და გოგო უკვე ორჯერ ბედნიერი ვიყავი, იმიტომ რომ მარიამი უკვე იმ დონეზე დიდ სითბოს გამოხატავდა ჩემს მიმართ უკვე თვალებით, სანამ ლაპარაკს დაიწყებდა, მე უკვე ლაპარაკით და ამან უკვე მიმახვედრა და მეთქი გოგო ეს ნამდვილად ჩემია რა და ესე რომ ვთქვათ, მე უკვე მეთქი აწევს, მეთქი ჯობია ყველა გოგო იყოს. დაიბადა ნინიკო, 24 წლის ვარ უკვე და აი მაგ დროს გიმძაფრდება ყველაფერი, უკვე სამი შვილის დედა ხდები, იზრდები შინაგანად თუ გარედან, გარემოც რა თქმა უნდა უკვე სხვანაირად გეჩვენება და ამ დროს თან კიდე გამომდინარე იქედან რომ დამებადა ესეთი განსაკუთრებული, გამიმძაფრდა დედობის გრძნობაც, პასუხისმგებლობაც, დაუნის სინდრომით მყავს ნინიკო. აი ამ ბავშვმა თავისი შემოსვლით ოჯახში, ოჯახი გააერთიანა, სიყვარული დათესა და მე და ჩემი მეუღლე გაგვაძლიერა რომ ამ ცხოვრებას უნდა გვებრძოლა. მოგვიწია, ესე იგი ნაბიჯ ყველაფრის სწავლება მასთან ერთად, მაგრამ იმდენად დიდი ძალა და ის მომცა სტიმული, რომ ვიბრძოლო მასთან ერთად, რომ არაფერი არ გამიჭირდა, ასე რომ ვთქვათ. თუმცა ყველაზე დიდი ძალა ჩემთვის იყო ჩემი მეუღლე. ის ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა, ის ჩემზე გამბედავი აღმოჩნდა და ესე ორივე ერთად შევებრძოლეთ წინააღმდეგობებს. მე მინდა რომ ყველა დედას დღეს მაინც და დღეიდან რომ დაიბადებათ ესეთი შვილი და მოევლინებათ მიულოცონ. ჩვენ სამწუხაროდ მილოცვაც არ ქონია, როცა დაიბადა ნინი. და ამიდა დავამძიმო ეს თემა, იმიტომ რომ ნინი იმდენად ბედნიერი არის, რომ დაიბადა ჩვენს ოჯახში და ყველა ჩართულები ვართ მის განვითარებასა თუ ბედნიერებაში, რომ ამას რო გრძნობ, ეს კიდევ დიდი სტიმულია, რომ ვიაროთ წინ და ნინი განვითარდეს თუ გახდეს სრულუფლებიანი წევრი თუ მოქალაქე ამ ქვეყნის და მსოფლიოს. ალექსანდრამ გადაგვატრიალა კარგის კუთხით კიდე. რა კუთხით მაგალითად მამა უფრო გაახალგაზრდა. მე ვიძახი რომ მეთქი ბაბუა და მამა ერთად ვარ რა. ანუ რასაც განიცდიან მაგ ადამიანები, როცა ბაბუა ხდებიან, მე ვთვლი რომ უკვე მაგას განვიცდი ახლა მე, იმიტომ რომ მართლა ეგეთი ის მაგ სიტუაცია თავის ჭკუაზე დავყავარ. თუ ნინის კუთხით ვიყავით ცოტა შენელებული კადრი, ასე ვიტყოდი, ამ სიტყვას გამოვიყენებ. ალექსანდრამ აგვაჩქარა, მეტად სიცოცხლე შეგუმატა. ახლა იმ დღეს გასართობ ცენტრში ვიყავით და აი ვერტალიოტი და დაფრინდა. იმაში ჩავეკვეთე ამ ხელა კაცი. ყოველი შვილის გაჩენის დროს, რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობა და ძალა გემატება, რომ ისინი გაზარდო, სწორად აღზარდო, საზოგადოებისთვის იყვნენ სამაგალითოები, სამაყოები, ხო? აი, ყველა დედა უცნობს ამას, მაგრამ რაღაცა ბევრი ძალისხმევა არ დამჭირვებია მე ჩემი შვილების გაზრდაში ამას. ანუ რასაც უყურებდნენ ოჯახში, დიდ ოჯახში იზრდებოდნენ ისინი, აღნიშნავ, იქ ბებია, ბაბუა, ძალიან ბევრი ნათესავი, ჩვენი სისხლი და ხორცი, რომელიც შეკრულები ვართ და აი, არ დამჭირვებია ამაზე ლექციების ჩატარება. ისინი გაიზარდნენ ისეთები, როგორებიც ჩვენ ვართ და მაგალითები ვიყავით მისთვის, მაგრამ გვაჯობეს ამასაც აღნიშნავ. განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს ჩვენ ჯანმრთელობისათვის რამდენიმე ფაქტორს. და როდესაც ჯანმრთელობის საზღვრელები, ანუ დეტერმინანტები ჩამოაყალიბეს, მათ შორის მოხდა მხარდაჭერა. მხარდაჭერას, რომელსაც აქვს უზარმაზარი მნიშვნელობა ნებისმიერ სიტუაციაში, ნებისმიერი დიაგნოზის შემთხვევაში და განსაკუთრებულია ეს მხარდაჭერა მაშინ, როდესაც ოჯახებზე ვსაუბრობთ. ჩვენ შევთანხმდით, რომ ოჯახის ძალა არაფერს შეედრება. მაგრამ განსაკუთრებული დატვირთვა ამას დღევანდელ თარიღთან დაკავშირებით აქვს და მე მინდა გაგახსენოთ, როგორი იყო ჩვენი დამოკიდებულება წლების მანძილზე და როგორია დღეს. დღეს ოჯახურად ვაგრძელებთ ჩვენს გადაცემას და ჩვენი გადაცემის მეორე ბლოკის სტუმრები არიან ბარბარე ქარაბაკი და ეკა ყიფიანი. დილამშვიდობისა ქალბატონებო. დილამშვიდობის, დილამშვიდობისა ეკა, ბარბარე როგორ ხარ? კარგად. როგორ მიხარია, იცი, ჩვენთან რომ ხარ გადაცემაში სტუმრად? კომფორტულად ხარ? კარგად ხარ? ძალიან კარგი. სავარძელში ხომ კარგად ხარ მოკალათებული. მაშინ დავიწყოთ საუბარი და დავიწყოთ გავეცნოთ ბარბარეს. ბარბარე, რამდენი წლის ხარ? 10 წლის ხარ. სკოლაში დადიხარ ხომ ასეა? რომელ კლასში ხარ? მე-4 კლასში. კარგია სკოლაში სიარული, მოგწონს სკოლაში სიარული. რა გიყვარს ყველაზე მეტად სკოლაში? მთაწური.
ქართული გიყვარს? და მაკეტი და ეს ინგლისური. რამდენი რამე? ანუ ბუნება. ქართულიც, მათემატიკაც, ინგლისურიც და ბუნებაც. და ხატვა. ხატვა. მე მედი მაქვს და კიდე სპორტი დაგრჩა. იმედია სპორტი. სპორტი. და ეს რა? მე და საზოგადოება. მე და საზოგადოება. პრაქტიკულად ყველა საგანი, ანუ ყველა ამ საგანს გადიხარ, ხო? სწავლობ. და მე მდავიხო აქ. თვითონ აიღებს რასაკვირველია მთავარი სტუმარია. მე რო დედიკოს დაუსვა კითხვები, შენ ხომ არ გეწყინება, ვიდრე შენ წყალს დალე. არა. მადლობა. ეკა, კიდევ ერთხელ მოგესალმებით. მიხარია რომ ჩვენი გადაცემის სტუმარი ბრძანდებით და თქვენ დღევანდელი გადაცემის სტუმარი ბრძანდებით როგორც ისტორიის გაგრძელება. იმ ისტორიისა, რომელიც ჩვენმა მაყურებელმა ნახა. დიახ. იმ სიუჟეტში, რომელიც ქრისტე შანავა მოამზადა და რომელიც აღმოჩნდა ძალიან შთამბეჭდავი. სიმართლე გითხრათ, მე ამ სტუდიაში ვიყავი, როდესაც ვუყურებდი ამ სიუჟეტს და თქვენი ფრაზები იყო სულში ჩამწდომი, გულწრფელად გეტყვით. ძალიან მნიშვნელოვანია ყოველთვის კითხვა, ესათვის მოვლენა როგორ ცვლის ჩვენს ცხოვრებას. ბარბარემ შეცვალა თქვენი ცხოვრება პირადად, თქვენი ოჯახის წევრების ცხოვრება. ძალიან მზრუნველი გოგოა. ბარბარე ზრუნავს ყველასთვის ოჯახში. თავის თავზე აქვს აღებული სიყვარული. ყველას გვინაწილებს ძალიან დიდი რაოდენობით შეუძლია გადმოსცეს სითბო, ურთიერთობები, კომუნიკაცია, მისი სფეროა ეს. ყველას გვივლის, გვეფერება და სრულუფლებიანი წევრია მინდა გითხრათ ოჯახში. არ არსებობს, რომ სახში შემოვიდეთ და პირველი ბარბარე უნდა გაგვიყოს კარები, შემოგვეგებება დიდი სიხარულით და როგორ თქვა ერთი სიტყვით, აი გვაერთიანებს ყველას. შემიძლია თამამად თქვა, რომ ბარბარე არის ჩვენი ოჯახის გამაერთიანებელი. მე არ მიკვირს, იმიტომ რომ თქვენ თავად ბრძანეთ ამის საიდუმლო. ბარბარე გასცემს სიყვარულს და სითბოს და არაფერი გვაერთიანებს ისე როგორც სითბო და სიყვარული. ამაზე რომ რანაირად შეუძლია ესეთი დოზით. აი ამ დოზით სიყვარული არ ვიცი. არ ვიცი, ამაზე პასუხი ჯერ არ მაქვს. და ალბათ თვითონ აქვს ალბათ. ბარბარე, ცოტა მომიყევი როგორია თქვენს ოჯახში ურთიერთობები. რა თქვა? შენ დაიკავებ თან როგორ გრძნობ თავს, როგორ ურთიერთობ? აი თენ ვთქვია მალთა 19 წლის, მაგრამ 14 წლის, ნატალია 5 წლის. და მოყევი. დიდები არიან, ხო? ორი უფროსია და ერთი შენზე პატარა, უმცროსი, ხო? როგორია ურთიერთობები? აბა მეგობრობ, რომელთან მეგობრობ მეტად? მალთა, მარიამ და ნატალია. ანუ სამივესთან მეგობრობ. პატარა რომ არის ნაბულარა, ეთამაშები ხოლმე? კი. სულ ერთად არიან. რას თამაშობთ ხოლმე? ყველაზე ხშირად. შენ რაც გინდა ის თქვი, რას თამაშობთ, რის თამაში გიხარიათ? ფეხბურთი. ფეხბურთს თამაშობთ? ქალები ფეხბურთს თამაშობთ სახლში? ხა. ეკა, სახლში ფეხბურთს თამაშობთ. ასეთების ხდება. დიდებთან, უფროსებთან რას აკეთებ ხოლმე? იმათთან ერთად რას აკეთებ? თამაშობთ. ისინიც გეთამაშებიან. იმათთან რა გაქვს სათამაშოები? თქვა საერთო თამაშები რა გაქვთ? ბერი, არორა, არიერი და პრინცესები და ერთი კიდე თქვი? არ ვიცი რომელი რამდენი ჩამოთვალე, რომელი გამოგრჩა. იცი რა, მე მგონია რომ შენ გამოგრჩა მთავარი სახელი ბარბარე. ახო. იცი რატომ? იმიტომ რომ ყველაზე მომხიბლავი პრინცესა ამ ჩამონათვალში ხარ შენ. დღეს ყოველ შემთხვევაში გადაცემაში სწორედ ასე მოხვედი. ხო, მომღერალზე იწახის ახლა თავის საყვარელი მომღერალი გაახსენდა. ძალიან კარგი, ესე იგი მუსიკასაც ძალიან ხშირად უსმენ ხომ ასეა? კი, სწორად უსმენს და უყვარს ძალიან სიმღერა. ესე მგონია რომ ბარბარე სიმღერამ გადაარჩინა. სანამეტყველებას დაიწყებდა, რამდენიმე ბგერა გქონდა მარაგში, რომ უკვე მღეროდა. და სიტყვებსაც ისე იმახსოვრებს სიმღერის დროს, რომ აი მაგათად ეხა რომ უთხრათ ლექსიც არ იცის, რა, ლექსსაც ვერ მოყვება, ვერ იტყვის. მაგრამ ყველა სიმღერის ტექსტიზე პირად იცის.
და მღერის ბედნიერი, თამამი და ლაღია როცა მღერის. მე ვფიქრობ ეს იყო პირველი და ერთადერთი, რამაც საერთოდ მეტყველება დააწყებინა მუსიკა მის ცხოვრებაში. ეს იყო ერთადერთი, რამაც შეაძლებინა საერთოდ არ მარტო ბგერების წარმოთქვა, გამთლიანება, წინადადებები, ყველაფერი, რა ვიცი, მეტყველება მთლიანად სიმღერის დამსახურება არის ჩვენ შემთხვევაში. ბარბარეს ისტორია თქვენ ცხოვრებაში ბარბარეს დაბადებამდე დაიწყო. დიახ, კი. დაიწყო იმიტომ, რომ მეტნაკლებად ინფორმირებული იყავით ამ შესაძლებლობას. დიახ. ჩვენი ურთიერთობა ბევრად უფრო ადრე დაიწყო. მარიამზე ვიყავი ორსულად, მეორე გოგოზე 8 თვის ორსული ვიყავი, როდესაც გეგმიური ეკოსკოპია მქონდა ჩანიშნული და იმ დროს პირადად ჩემს ექიმს არ ეცალა, ვისთანაც სულ დავდიოდი ამ ხნის განმავლობაში და აბსოლუტურად შემთხვევით, რადგან საჭირო იყო იმ დროს ეს ეკო, ჩავეწერე ერთ-ერთ ცნობილ, საკმაოდ ცნობილ ეკოსკოპისტთან. და მასთან რომ მივედი, აი კიდე ერთხელ ვთქვი 8 თვის ვიყავი ზუსტად, შევედი გამსინჯა და მეუბნება რომ ბავშვი დაუნი რო ყავსო ხო იციო. ესე უცბად ცოტა ესე შევცვი. მაგრამ არც შევიმჩნიე. შევცვი, იმიტომ რომ თითქოს უცბად ესე არ ვიყავი ამისთვის მზად. მაგრამ ჯერ ოჯახში არაფერი არ ვთქვი, რაღაც გავიდა 1-2 დღე ჩემს თავთან ვისაუბრე ბევრი და ამის მერე ერთადერთი რაც შემიძლია თამამად თქვა, რომ მე უკვე ვიყავი მზად იმისთვის, რომ ეს თუ არ იქნებოდა მომდევნო აუცილებლად უნდა ყოფილიყო. ანუ რეალურად მარიამი დაიბადა ტიპური განვითარებით. არ გამართლა. არა, არ გამართლა დიაგნოზი. თუმცა შემდეგ დაიბადა ბარბარე. თუმცა შემდეგ დაიბადა ბარბარე და მთელი ამ ხნის განმავლობაში ჩემ თავსაც სულ ვარ წმუნებდი იმაში, რომ რატომ არ უნდა დაბადებულიყო, თქვათ. რატომ არა და რა იყო გარანტია იმის, რომ ესე არ იქნებოდა. თუკი ეს შესაძლებელია და ესეთი ადამიანები არსებობენ ჩვენ სამყაროში, ერთი ყოფილიყო ჩემს ოჯახშიც და ჩემი სიმართლე გითხრათ მოლოდინიც მქონდა უკვე, რომ აი ველოდებოდი მთელი სულით და გულით. და მე უკვე როდესაც მესამე ორსულობა შევიტყვე, მზად ვიყავი. პირველივე სიტყვები, როდესაც ჩემ გინეკოლოგს მიმართა, ეს იყო, რომ ეს აუცილებლად იქნებოდა დაუნის სინდრომით და მახსოვს მისი რეაქციაც, რომ ჩემი აკვიატებული აზრი, ესე ვთქვათ, აკვიატებულ აზრს მიაწერა, რომ ეხლა შენ რაღაცა აიკვიატე, არაფერზე არ ინერვიულო და ნუ გეშინია, შიშით არ მეშინოდა. ნამდვილად ვერ ვიტყვი რომ მეშინო და უბრალოდ სწორად განცდა მქონდა კი რომ რა უნდა გამეკეთებინა, როგორ უნდა მოქცეულიყავი და ჩემს თავთან ვეძებდი მუდამ გზებს, გამოსავალს ეს რო ესე იქნებოდა, აი გეგმა უნდა შემედგინა, რომ რა უნდა გამეკეთებინა ნაბიჯ-ნაბიჯ და უფრო ამაზე ფიქრი მქონდა. შემდეგ უკვე როდესაც ეკოსკოპიის დროს ხათაშორის ბარბარეს ეკოზე არავინ არაფერი არ მითხრა, არ ჩანდა, არც კისრის ნაოჭი ჩანდა და არც რაღაცა სხვა ნიშნები, რომელიც მიმანიშნებელი იქნებოდა, რომ ეს სწორედ ჩემი ბარბარე იყო. მე მშობიარობის დროს ექიმი შემოვიდა ჩემთან ოთახში და მითხრა, რომ აი რასაც შენ ამბობდი, ის ისია. სიმართლე გითხრათ, გამეხარდა. იმიტომ რომ თითქოს გაიმარჯვა. ბარბარე, კარგია დღეს გადაცემაში რომ მოხვედი. შენ მე ძალიან მიხარია. რა მოგწონს ჩვენს გადაცემაში, აბა? დენსალი? ყველაფერი მე. დედიკორი თავი მრჩეველი. აი შენ რაც გაგიხარ, რა გესიამოვნა, რა გაგეხარ და რა მოგეწონა აქ რომ ხარ? მასე მითხარის. მე გითხრა? მოგწონს სტუმრად. საბრძელი მოგწონს რომელს ვიცი ხარ? კარგად ხარ, კომფორტულად ხარ. ტელევიზია თუ მოგწონს? კი. გადაცემაში უნდა გაგიხილო, იცი? აი ახლა რაზედაც ჩვენ საუბრობთ, მაყურებელი ნახავს. იცი რამდენი ადამიანი ნახავს ამას? მეგობრები, კლასელები. მეგობრებიც ნახავენ.
რა თქმა უნდა, შენი საყვარელი პედაგოგები ყველა იმ საგნის, რომელიც ჩამოთვალე. ჯოხაძეც ნახავს. ანრი ჯოხაძე თუ ნახავს აინტერესებს. ვერცასი. ეკა, ვიდრე დავასრულებთ ჩვენ საუბარს, აუცილებლად უნდა გითხო. პირველ რიგში ბარბარეს უნდა უთხრათ, შენ გნახავს ყველა. იმიტომ რომ და რასაც შენ მოეწონები ყველას და შეუყვარდები. შეუძლებელია სხვაგვარად რომ მოხდეს. შეიძლება ეკას ვკითხო და აუცილებლად ამას ვიტყვი საზოგადოების გასაგონად. თქვენ ისაუბრეთ იმის შესახებ, როგორი იყო ბარბარეს ისტორია. მოკლედ, რა თქმა უნდა, ჩვენს გადაცემას შეუძლებელია ყველაფერი და ჩავატიოთ, მაგრამ რა არის ის საზოგადოება და რა არის ყველაზე მნიშვნელოვანი იცოდეს ასეთ შემთხვევაში მშობლებისგან, თქვენგან, ვინც აი ამ გზას გადის, ვინც ყველაზე კარგად იცის ამ ბავშვების საჭიროება და ვინც იცის საკუთარი საჭიროება, ყველაზე დიდი სირთულეები, რომელიც გადალახა. ყველაზე მნიშვნელოვანი რა არის? რაში სჭირდება ოჯახს, ბავშვებს, მშობლებს მხარდაჭერა? კი, იმდენი დეტალი არის. ძალიან ბევრია. ჩვენ მშობლებს მხარდაჭერა გვჭირდება ისევ მშობლებისგან. მე პირადად, როდესაც ბარბარე დაიბადა, ერთადერთი მთავარი მიზანი ასევე რაც მქონდა, ეს იყო, რომ მენახა სხვა მშობელი, როგორ გაიარა ეს გზა, რა სირთულეები გადალახა, რას მიაღწია. და რა გამოუვიდა, აი შედეგი ყოველთვის მაინტერესებდა, რაღაცა გარკვეული ნაბიჯები, რისთვისაც გადადგა, რა მიიღო ამის საფასური, რა იყო. და პირველი ეს იყო, რომ დავეკონტაქტე მშობლებს და მე ამითი ძალიან გავძლიერდი. ჩვენ ერთმანეთს ვჭირდებით მშობლები, არ მინდა დავკონკრეტდე, ზოგადად შეშმპირის მშობლები ერთმანეთს ძალიან ვჭირდებით და სასარგებლოა ჩვენი ერთად ყოფნა, ისევ ჩვენთვის, რომ გამოვადგეთ მერე ბავშვებს. არა მარტო თქვათ შეშმპირებს, ზოგადად ტიპიურ განვითარების ბავშვებსაც, იმიტომ რომ ბევრია მშობელზე ვალდებულება აღებული. თუ ჩვენ ერთმანეთი არ გავაცანით საზოგადოებას, არა აქვს მნიშვნელობა დიაგნოზს და რაღაც ნოზოლოგიებს, თუ ჩვენ უნდა გავაცნოთ ჩვენ შვილებს, ჩვენ უნდა მივაწოდოთ ინფორმაცია. ეხლა ბარბარე მაგალითად, როდესაც სკოლაში წავიდა, პირველი რაც მინდოდა ეს იყო, რომ ყველა მშობელს ცოდნოდა წინასწარ, რომ თქვათ ბარბარე იყო დაუნის სინდრომით და მათ კლასში ერთ-ერთი ესეთი კლასელი, რომელიც იქნებოდა ბავშვებს წინასწარ ცოდნოდათ. არ ყოფილიყო გაუგებრობა. აი მაგათად მივიდნენ და რაღაცა გახედეს ერთმანეთს რომ განსხვავებულია. რა თქმა უნდა, განსხვავებულია. მე ამას არაზრუს არ უარყოფ. პირიქით, სიმართლე გითხრათ, არც მიყვარს ის ფრაზა, რომ ჩვენ ყველა ერთნაირები ვართ. და არა, ჩვენ არ ვართ ყველანი ერთნაირები და არც უნდა ვიყოთ ერთნაირები. არც უნდა ვიყოთ და არც ის არ მიყვარს, ეხა ვიტყვით ამამად, რომ შეზღუდული შესაძლებლობები არ არსებობს. პირიქით. შეზღუდული შესაძლებლობები რომ არსებობს, ეს უნდა გავიაზროთ. ეს უნდა გავიაზროთ, მიმღებლობა უფრო მეტი უნდა გქონდეს იმისადმი, რომ შეზღუდვა არის ის, რაც მას არ შეუძლია და უბრალოდ ამას პატივი უნდა ვცეთ. და უნდა შევძლოთ აი ამ შეზღუდვების გაფერმკრთალება, აი ამ საზოგადოებაში ისევ, იმიტომ რომ მისი შვილიც ტიპიური განვითარების იქნება თუ ჩემი შვილი შეშმპირი, ერთ საზოგადოებაში თანაცხოვრებისთვის იყვნენ მზად და არ იყოს თითით საჩვენებელი. ყველაზე ხშირად ვფიქრობ, აი მაგათად მეშინია ბულინგის მეშინია ძალიან. მაგრამ მე ჩემ თავს ვეწინააღმდეგები, რომ არა მარტო თქვათ ეს საზოგადოება, სხვაც არ არის დაზღვეული არაფრისგან. ტიპიური განვითარების ადამიანები, ბავშვები, ბულინგისგან არასდროს ეს დედებს გვეფიქრება, ეკა, მოდით ვთქვათ, რომ ყველა შემთხვევაში გვეფიქრება მაგრამ ჩვენი აქ როგორ არის იცი, თუ კი რამეს ფიქრობ, აქ უკვე ასმაგად ფიქრობ, უფრო მომეტებული არის და ჭარბად არის ყველა ნებისმიერი ფიქრი. ამადრევ თქვი სხვათა შორის და გაეცინათ გოგოებს, რომ 4 შვილი მყავს და ფიქრებში ხო ვანაწილებ ხა რაღაცა მართას თავს თავისი ფიქრები მოყვება და გამპარვია ხანდახან დრო ისე რომ შეიძლება გამომჩეს და ყველაზე არ ვიფიქრო, მაგრამ არც ერთი წუთი არ ვიფიქრია ბარბარეს გარეშე. აი არ მქონია ცხოვრებაში მომენტი, აი ვერ ვდუნდები, ვერ ვაძლევ ჩემ თავს იმის საშუალებას, რომ ბარბარეს გარეშე საერთოდ ვიფიქრო. იმდენად მძაფრია უფრო დამოკიდებულება და ურთიერთობა მასთან.
ეგა ძალიან დიდი მადლობა დღევანდელი სტუმრობისთვის, მადლობა ჩვენთან დამეგობრებისთვის. ბარბარე, განსაკუთრებული მადლობა შენ. ცოტა ხნით შეგაფერხებ, მე დაუბრუნდები შენს ჩვეულ საუბრებს, მაგრამ ახლა მაყურებელს ვემშვიდობებით, შენ წინააღმდეგი ხომ არ იქნები ერთად რომ დავემშვიდობოთ. ერთად დავემშვიდობოთ, ხო? შეგიძლია დაემშვიდობა ჩვენს მაყურებელს, ხელიც დაუქნიო და განსაკუთრებული მადლობა მიიღო ჩვენგან, ჩვენი გადაცემის ოჯახისგან, მაყურებლისგან. ეკა ძალიან დიდი მადლობა მადლობა თქვენ. გულწრფელი საუბრისთვის, სიუჟეტშიც, დღევანდელ გადაცემაშიც და ძალიან მენიშნა თქვენი ფრაზა, როდესაც თქვით, რომ დამოკიდებულება რომ არ არსებობს. ჩვენს გადაცემაში ვამბობთ დიახ, არსებობს. უბრალოდ საზოგადოების დამოკიდებულება უნდა იყოს ადეკვატური, საზოგადოება უნდა იყოს მწიფე და განვითარებული, რომ ასეთ შემთხვევაში მიუხედავად შეზღუდვებისა, ადამიანებმა საკუთარი უნარები მაქსიმალურად გამოამჟღავნონ. მე იმეც ვიტოვებ, რომ ჩვენ გვექნება საშუალება შემდეგი შეხვედრის დროს სრულად განსხვავებულად ვისაუბროთ ამ უნარების გამომჟღავნებასთან დაკავშირებით, როგორც განვითარდა მოვლენები და ახალი რა გვაქვს მოსაყოლი ბარბარესთან ერთად, როცა გაბრანჭული მოვა ისე ჩვენთან გადაცემაში. მაყურებელს შევახსენებ, დღევანდელი ჩვენი გადაცემის სტუმრები ბრძანდებოდნენ ქალბატონი ბარბარე ქარბაკი და ქალბატონი ეკა ყიფიანი. მე დღეს ამით გემშვიდობებით. დღეს განსაკუთრებული დღეა და ტრადიციული კვებითი შუქნიშნის გარეშე გემშვიდობებით. მიუხედავად ჩვენი განსხვავებულობისა, ჩვენ ერთმანეთს მხარდაჭერა გვჭირდება, ერთმანეთის მხარდაჭერა განსაკუთრებით იმისათვის, რომ ერთად ავიცილოთ თავიდან მარტოობა და როგორც დღევანდელი სლოგანი გვეუბნება, ერთად ვიმოქმედოთ მარტოობის დასაძლევად. ნახვამდის ჯანმრთელობას და დღეგრძელობას გისურვებთ.